ყველაზე მთავარი აზრი, რაც თავში მიტრიალებს ევროპის შესახებ, ეს არის დღევანდელი ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, პატარა ქვეყნისთვის, განვითარებად გზაზე მყოფი ქვეყნისთვის საუკეთესო ალტერნატივა იმ ქოლგის ქვეშ ყოფნა, სადაც არსებობს ეკონომიკური, სადაც არსებობს სამხედრო, სადაც არსებობს სხვადასხვა ტიპის ადამიანის უფლებების მიმართულებით თავისუფლება და მაღალი სტანდარტები. სტანდარტები, რომელიც განსაზღვრავს საბოლოო ჯამში ადამიანის ცხოვრების ხარისხს, რომლისკენაც ყველა ადამიანი მიისწრაფვის თავისუფლება ქონებრივ ნაწილში, თავისუფლება სხვადასხვა ადამიანის უფლებებში და სხვადასხვა ტიპის უზრუნველყოფილი, გარანტირებული გარემო, რომელიც ადამიანს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უქმნის განვითარების და პერსპექტიული, პროგრესული მომავლის გარანტიას. Ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის გადარჩენა პროგრესული მიმართულებით და არა იმის ხარჯზე, რომ წავიდეთ რეგრესისკენ, წავიდეთ რაღაცა ჭაობისკენ, რომელიც არც თუ ისე შორეული წარსულში გამოვიარეთ და რომელსაც სამწუხაროდ რომელმაც ძალიან დიდი დაღი დაგვასვა. Ჩვენ თუ გვინდა რომ როგორც ერი, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, როგორც თითოეულად პერსონალურად ადამიანები განვითარდეთ, ხო? და რამდენი მაგალითი მიუთითებს იქითკენ, რომ ეს არის დასავლეთში. ანუ თუ ვინმე მათ შორის მართველი პარტიის წარმომადგენლების ჰედები და არა მარტო, ხო? რაღაცა განათლების კერას, რაღაც უმაღლეს წერტილს, სადაც შეიძლება მაღალი განათლების ხარისხი იპოვონ, თავის თანამომავლებს და შვილებს და შვილიშვილებს გზავნიან დასავლეთში, ან ამერიკა, ან ევროპული ქვეყნები. ხო, არავინ არ გზავნის ჩინეთში, არავინ არ გზავნის რუსეთში. ჩვენ უნდა განვითარდეთ იმ მიმართულებით, სადაც ჩვენ თავს ვხედავთ, ჩვენი კულტურული და როგორც ერი ამის იქეთ მე არ ამგონია რომ რაიმე დღეს ყველაზე მძლავრი პერსპექტიული, სერიოზული, სანდო მხარე არსებობდეს, სადაც ჩვენ მეტნაკლებად ვინტეგრირდებით და შევძლებთ მათთან ერთად მშვიდობიანი, ჯანსაღი, ჯანმრთელი, პროგრესული მომავლის შენებას. პროტესტი ბუნებრივია არის სარკე იმისა, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, როგორც არის განწყობილი. ანუ არ გვინდა რეგრესი, არ გვინდა უკან წასვლა, არ გვინდა ეკონომიკური თუ სხვა ტიპის დესტაბილიზაციები და ამის გარანტი და ამის მოქმედი მაგალითი, სადაც შეიძლება რამოდენიმე ქვეყანამ იმ ტიპის გაერთიანება შექმნას, რომელიც ევროპა, ხო, იუნიონი რაღაცა, სადაც დაცული იქნება ყოველხრივ ადამიანი, ეს არის დასავლეთი და ბუნებრივია დასავლური ღირებულებები არის წინა პლანზე წამოწეული, რაც დაკვეთა ქართული საზოგადოების. შესაბამისად, ეს აქციები, მშვიდობიანი აქციები არის ყოველდღიური დადასტურება იმისა, რომ და ურყევი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ ვართ იმ დასავლური კულტურის ნაწილი და იმ ცხოვრების წესის მატარებელნი, რაც არის იქ. ამის გარდა სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ვიბრძვით კიდევაც. დასავლურ ღირებულებებს, დასავლურ თანამშრომლობას, დასავლურ ინტეგრაციებს არ აქვს დღეს ალტერნატივა. მე მგონია, რომ აუცილებელია ამ საპროტესტო აქციების გაგრძელება, მანამდე სანამ არ დაბრუნდება დღის წესრიგში დასავლური ინტეგრაციის იდეა, მიმართულება და ვექტორები იქითკენ არ გადაიხრება, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მივდივართ, როგორც არაერთხელ უკვე ვთქვი, მხოლოდ რეგრესი პრაქტიკულად ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ეს კი არასასურველია, რა თქმა უნდა.